თბილისური ანარეკლი ასე ქვია გამოცემას, რომლის პრეზენტაცია სულ რამდენიმე დღის წინ გაიმართა ქარვასლაში და სწორედ ამ გამოცემის ერთ-ერთი ავტორი მამუკა სალუქვაძე არის უპასუხებს ჩვენს კითხვას. მირია ხოსიკაშვილიც უნდა ვახსენოთ, ქართული ავტორი, რომელიც უკვე მეორედ ანებივრებთ ქართულ მკითხველს ასეთი საინტერესო გამოცემებით. და მოდით მოუყვეთ ჩვენ მსმენელებს, მაყურებლებს, რით არის გამორჩეული ეს გამოცემა თბილისური ანარეკლი, რომელშიც მოცემული არის ისტორიული, კარტოგრაფიული, ტექსტური და გრაფიკული მასალები. თქვენ უკეთ მოგვიყვებით. კი ბატონო, არაფერი პირველი გამოცემა გახსოვთ თქვენთან ვიყავით ეთერში, თბილისური რეტროსპექტივა. აი ეს გამოცემა შეივსო, სრულყოფილი გახდა, ასე ვთვლით ყოველ შემთხვევაში. საკმაოდ სქელტანიანი წიგნი გამოვიდა, სადაც არის ახალი რუბრიკებიც და პირველ რიგში ამ საუბარი არის იმაზე, რომ თბილისზე შექმნილი გეგმები, ანუ თბილისის გეგმები, ვახუშტი ბაგრატიონის პერიოდიდან პრაქტიკულად დღემდე. ყველა გეგმა არის წარმოდგენილი, არ ვიცი, მე რამდენადაც ვიცი, მეტი გეგმა არც არსებობს და უნდა გითხრათ, რომ რუსეთის იმპერიის პერიოდში თითქმის ყოველწლიურად კეთდებოდა გეგმები თბილისთან დაკავშირებით და ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი ერთად თავმოყრილი, რაც არ იყო აქამდე. სწორედ ამიტომ ამოთხოვნა, რომ უნიკალური გამოცემა არის, ანუ არ იყო და დღეს არსებობს. და ეს გეგმები ძალიან კარგად ასახავს და ყველა შეუძლია ნახოს, როგორ ვითარდება ქალაქის განვითარების ეტაპები და თვალი მიადევნოს, ანუ ქალაქის განვითარების და წარმოქმნის ალბათ ისტორიას. ასე შეიძლება ითქვას, განაშენიანებას გულისხმობ პირველ რიგში. თუმცა, მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლეთ. აქ არის რუბრიკა მაგალითად თბილისის განვითარების გენერალურ გეგმებთან დაკავშირებით. ეს უკვე 1934 წლიდან იწყება, საბჭოთა პერიოდიდან და ბოლო 2009 წელს იქნა დამტკიცებული, ანუ 5 გენერალური გეგმა გაკეთდა, რომლის შესახებაც ინფორმაციას მკითხველი გაეცნობა. და ძალიან საინტერესო ალბათ, იმიტომ რომ სხვადასხვა ათწლეულში რაზე იყო საუბარი, რა უნდა გაკეთებულიყო, მე არ მომაქვს რომ ყველაფერი 100%-ით გაკეთდა ამ გეგმებისა, მაგრამ აი რა იყო ჩანაფიქრები, თქვა რა იყო უარყოფითი, რა იყო დადებითი, ანუ რა განხორციელდა, რა არ განხორციელდა. აგრეთვე არის რუბრიკა, თქვა დარჩა ისე უცხოელების შესახებ, ოღონდ უცხოელების შტაბის შეტევების შესახებ, ოღონდ აქ უკვე გრავიურები დაემატა რაღაც სურათები, ფოტოები, რაც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის ამ რუბრიკას. ამავე დროს არის საფოსტო ბარათებთან დაკავშირებული, მაგრამ საფოსტო ბარათებიც არა მხოლოდ ხედები, ანუ ჭირო მხარე ხო, აი ამ საფოსტო ბარათებისა, არამედ ის მიმოწერაც, რომელიც აი თქვათ მე-20 საუკუნის დასაწყისში 1902 წელს, 1900 წლის წინ, 110 წლის წინ როგორ წერდნენ ერთმანეთს ადამიანები, რა ანუ საზოგადოება რითი ცხოვრობდა, ასე შეიძლება ითქვას, ხო, რა ემოციები იყო. პრაქტიკულად ხო იდენტურია ეს ყველაფერი, უბრალოდ ჩვენ დღეს დავიკითხავთ რა იყო აი ამ პერიოდში. დავინახოთ როგორ იცვლებოდა ქალაქები და ადამიანები. დიახ, დავინახოთ როგორ იცვლებოდა ქალაქები და ადამიანები და რა რჩება იგივე, რა ეს ემოციები, სიყვარულის გამოხატვა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო არ იცვლება. ეს ყველაფერი რჩება და გადაეცემა შემდგომ თაობებს. ამაზეც არის საუბარი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება. და ალბათ ისიც ძალიან საინტერესოა, რომ ამ რუბრიკაში სწორედ აი მუშტაიდის ბაღში გადაღებული 1905 წლის ფოტო არის, სადაც ადამიანები იყურებიან, ახალგაზრდები იყურებიან ესეთი ღიმილით და თითქოს აი ჩვენ გვიყურებენ, მომავალს შესკერიან და ესეც რაღაც გარკვეულ სენტიმენტებს აჩენს, ბუნებრივია. აი ძალიან მოკლედ ეს ამიტომაც არის კიდევ ერთხელ რომ უთხრათ მოდით ჩვენს მაყურებლებს და ჩვენს მსმენელებს, ამიტომაც არის ძალიან საინტერესო ეს გამოცემა, რომ აქამდე ის დოკუმენტები, ფოტომასალები, რუკები, რომლებიც საცავებში იყო დაცული და არ იყო ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისათვის, ახლა მისი ნახვა უკვე შეიძლება და ეს წიგნი არის განკუთვნილი მკვლევალებისათვის, უბრალოდ დაინტერესებული მკითხველისთვის, სტუმრებისთვის, ორენოვანი. ძალიან ესეთი გამოწვევაც არის, როგორც ავტორებისათვის, როდესაც გინდათ მოიცოთ ამხელა აუდიტორია. როგორ აირჩიეთ საკომუნიკაციო. მაგრამ ჩვენ ეს გამოწვევა მივიღეთ ყოველ შემთხვევაში, ეს მართლაც იცით რა იყო, ეს იყო რაღაცა ძალიან დიდი სურვილი იმისი, რომ რისი დეფიციტით არსებობდა, ის შევსებულიყო. ძალიან არ მიყვარს ხოლმე იციან და ასეთი რაღაცა, რომ იცით მე წლებია
გაგიგიათ თქვენ ხო წლებია რაღაცა მინდოდა და აი ვერ გავაკეთე და ისა მე არ მახასიათებს ხოლმე მსგავსი რამ და ბედნიერი ვარ რომ მირიან ხოსიტაშვილიც ანუ თანაავტორიც ამ წამოწყებაში მისი როლი უდიდესი არის და ჩვენ შევძელით ის რომ აი ეს ამბიციები რაც ქონდა აი ეს სურვილი იმისი რომ აი ეს დეფიციტი შეგვევსო ჩვენ მოვახერხეთ გავაკეთეთ ეხლა კარგად გაკეთდა თუ ცუდად გაკეთდა ამ შეფასება ჩემზე არ არის მაგრამ ძალიან მიხარია როდესაც ბევრ დადებითი გამოხმაურებას ვისმენ 14-ში ძალიან ბევრი დადებითი გამოხმაურება იყო 14 მარტს როცა ჩატარდა ეს ჩვენ პირველი პრეზენტაცია ყოფილ ქარვასლის შენობაში ეს თბილისის ისტორიის მუზეუმი გახლავთ ხო დღეს და ძალიან ლამაზი იყო სწორედ ძალიან მოგვეხმარნენ მასპინძლებიც პროგრამა არის ითუმალი ბაღები და აი ნინო იოსელიანი, ანა ჯანგიანი ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ულამაზესი გარემო აი ამ პრეზენტაციისთვის და უდიდესი მადლობა მინდა მათ გადაუხადო და მოკლედ ისეთი გარემო იყო, სადაც ჩემის აზრით სასიამოვნო იყო ურთიერთობა, უბრალოდ ადამიანები ურთიერთობდნენ და მართალი გითხრათ კლიპი ვნახე შემდეგ გაკეთებული და აი ამის რამხელა დეფიციტი არის, ესეც ძალიან კარგად როგორ მოენატრა ხალხს ერთმანეთთან, აი ნორმალური ურთიერთობა ყოველგვარი დაპირისპირებების გარეშე და საუბარი თბილისზე, საუბარი ქალაქზე, საუბარი ურთიერთობებზე და წიგნი გახდა ინსპირაცია, რომ შექმნილიყო ახალი საგამომცემლო სახლი, ხო ასე დავარქვა. მართლა ესეც გამოვიდა. საგამომცემლო სახლი ანარეკლი და რომელიც იქნება კონცენტრირებული სწორედ ასეთი ტიპის გამოცემებზე. მოდით გვითხარით სამომავლო გეგმების შესახებ. მადლობა კითხვისთვის, იცით რა არის? ამაზე ვერ გავჩერდებოდით. ანუ მხოლოდ თბილისურ რეტროსპექტივაზე ვერ გავჩერდებოდით, უკვე გასაგები იყო, ამიტომ ჩვენ დავაფუძნეთ საგამომცემლო სახლი ანარეკლი, რომელიც აი ამგვარ პროდუქციაზე იმუშავებს, ამგვარ საჭირო ჩემის აზრით აქტუალურ პროდუქციაზე და გვინდა რომ ყველა ქალაქისთვის გაკეთდეს მსგავსი ალბომი. შეიქმნას მსგავსი ინფორმაციებით, ეხლა მუშაობთ ბათუმზე, რომელსაც ერქმევა ზღვაში არეკლილი ქალაქი და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ უკვე შემდეგი იყოს სოხუმზე წიგნი, სოხუმი ქართული ქალაქია. აი ნახოთ როგორ გამოვა, ყოველ შემთხვევაში ყველანაირად ვცდილობთ, რომ მასალების მოძიება უკვე დავიწყოთ, საკმაოდ რთული იქნება, საკმაოდ ძნელი სამუშაო იქნება, მაგრამ ესეც ძალიან დიდი გამოწვევა, რომელსაც უნდა რაღაცნაირად უპასუხოთ. ძალიან დიდი მადლობა და შეგახსენებთ, რომ ჩვენ საუბრობდით ახალი გამოცემის შესახებ, რომელსაც ქვია თბილისური ანარეკლი და მამუკა სალოქვაძე გვესაუბრებოდა ერთ-ერთი ავტორი აი ამ გამოცემის შესახებ.